მოგესალმებით. ამ ვიდეო ლექციაში ჩვენ ვისაუბრებთ ნორმალურ განაწილებაზე და შესაბამისად ეს არის მერვე სლაიდის მასალა. გავიხსენოთ წინა ლექციებიდან თანაბარი განაწილება. თანაბარი განაწილება გულისხმობდა, რომ მონაცემები განაწილებული არის A და B რიცხვებს შორის და სიმკვრივე აღენიშნებოდა 1 გაყოფილი B-10. თანაბარი განაწილება გულისხმობს, რომ ორი თანაბარი ზომის სეგმენტი რომ ავიღოთ, პირველ სეგმენტში მოხვედრის ალბათობა ტოლი უნდა იყოს მეორე სეგმენტში მოხვედრის ალბათობას. შესაბამისად, ფართობი ამ ფიგურისა ემთხვევა აი ამ ფიგურის ფართობს. მაგრამ ნორმალური განაწილების შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად არის საქმე. ნორმალურ განაწილებაში განაწილების სიმკვრივეს აქვს შემდეგი ფორმა, რომელსაც ხშირად ეძახიან, რომ აქვს ზარის ფორმა ან მთის ფორმა. აქ შეამჩნევდით, რომ სიმკვრივე განსხვავებული არის ნებისმიერ წერტილში. ანუ ძირითადი მახასიათებლები ამ განაწილების არის საშუალო და შესაბამისი სტანდარტული გადახრა. ნორმალური განაწილება გამოირჩევა იმით, რომ ის არის სიმეტრიული, ანუ საშუალოზე რომ გადავკეცოთ ნორმალური განაწილება, აი აქ რომ გადავკეცოთ, მარცხენა მხარე დაემთხვევა მარჯვენა მხარეს. და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის განსაზღვრული არის მინუს სასრულობიდან პლუს სასრულობამდე. ხშირ შემთხვევაში მინუს სასრულობა და პლუს სასრულობა შეიძლება იყოს თეორიული, მაგრამ განსაზღვრება ნორმალური განაწილების არის შემდეგი, რომ მისი სიმკვრივე 0 არასდროს არ ხდება. მისი მახასიათებლები, როგორც უკვე ვთქვით, არის საშუალო და სტანდარტული გადახრა. როდესაც იცვლება საშუალო, ის მოძრაობს მარცხნივ და მარჯვნივ. თუ საშუალოს შევამცირებთ, მთლიანი გრაფიკი გადაადგილდება მარცხნივ. თუ საშუალოს გავზრდით, მთლიანი გრაფიკი გადაადგილდება მარჯვნივ. შემდეგი, როდესაც იცვლება უკვე სტანდარტული გადახრა. თუ სტანდარტული გადახრა გაიზრდება, ნიშნავს, რომ მონაცემები არის უფრო გაფანტული. შესაბამისად, გრაფიკი დაახლოებით მსგავს ფორმას მიიღებს. ანუ ცენტრში დადაბლდება, ხოლო კუთხეებში გაფართოვდება. ხოლო პირიქით, თუ სტანდარტული გადახრა შემცირდება, მაშინ ცენტრში გაიზრდება, ხოლო კუთხეებში ყუდები დავიწროვდება. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის განხილვა შემდეგის, რომ ნორმალურ განაწილებაში საშუალო, მოდა და მედიანა ემთხვევა ერთმანეთს. და ნორმალური განაწილებაში უმეტესობა მონაცემებისა მოთავსებული არის ცენტრთან. მოკლედ რომ ვთქვათ, ნორმალური განაწილების მახასიათებლები არის შემდეგი, რომ მას აქვს ზარის ან მთის ფორმა, სიმეტრიული არის საშუალოს მიმართ და მონაცემების უმრავლესობა საშუალოსთან არის თავმოყრილი, ხოლო ექსტრემალური მონაცემები არის შემდგომ გაფანტული. ნორმალური განაწილების გამოთვლისას შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ფორმულა, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ფორმულის გამოყენება თითქმის არასდროს არ დაგვჭირდება. როდესაც ვითვლით ალბათობებს ნორმალურ განაწილებასთან დაკავშირებით, აუცილებელია, რომ გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდოლოგია. თქვათ, მოცემული გვაქვს, რომ ადამიანთა საშუალო სიმაღლე განაწილებულია ნორმალურად, საშუალოთი 170 სანტიმეტრი და მიუ უდრის 170 სანტიმეტრს და სიგმა უდრის 20 სანტიმეტრს. ანუ სტანდარტული გადახრა არის 20 სანტიმეტრი. კითხვა შეიძლება მდგომარეობდეს შემდეგში. რა არის ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით შერჩეული ადამიანის სიმაღლე იქნება 180 სანტიმეტრზე ნაკლები. ანუ ჩვენ გვაინტერესებს აი ამ ფიგურის ფართობის წილი მთლიანი ფიგურის ფართობთან ფართობში. ამისთვის მოდი ჯერ განვიხილოთ სხვა რაღაც. როგორც ვთქვით, ნორმალური განაწილება განსხვავდება ერთმანეთისგან საშუალოთი და სტანდარტული გადახრით. როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ კორპორაციებზე, კორპორაციების მოგებას როდესაც განვიხილავთ, საშუალო შეიძლება იყოს 10 მილიონი, ხოლო სტანდარტული გადახრა შეიძლება იყოს 2 მილიონი. როდესაც განვიხილავთ ადამიანის სიმაღლეებს, საშუალო შეიძლება იყოს
170 სანტიმეტრი, ხოლო სტანდარტული გადახრა შესაძლებელია იყოს მხოლოდ 20 სანტიმეტრი. როდესაც განვიხილავთ ჭიანჭველების საშუალო წონას, შეიძლება ეს იყოს 0.001 კილოგრამი, ხოლო სტანდარტული გადახრა იყოს 0.00005 კილოგრამი. ამ შემთხვევაში ყველას სჭირდება სათითაოდ გამოთვლა. მაგრამ არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც სამივე გრაფიკს დაიყვანს ერთ სტანდარტიზებულ დონემდე. და სწორედ ამ მეთოდს ქვია სტანდარტიზება. სტანდარტიზების მერე ნებისმიერი მიუ და სიგმას მქონე განაწილებები შეგვიძლია დავიყვანოთ ერთ დონეზე და მას ჩავატაროთ შესაბამისი გამოთვლები. თავიდან უნდა აღვნიშნოთ შემდეგი. როდესაც ვამბობთ, რომ ნორმალურად არის განაწილებული, ჩანაწერი არის შემდეგი. x-ი განაწილებულია ნორმალურად, საშუალოთი მიუ და ვარიაციით სიგმა კვადრატი. აი ახლა რას გულისხმობს სტანდარტიზება? წარმოვიდგინოთ, რომ არის ეს, დაუბრუნდეთ სიმაღლეებს, აქ გვაქვს 170 სანტიმეტრი და სტანდარტ მიუ არის 170 და სტანდარტული გადახრა არის 20 სანტიმეტრი. სტანდარტიზება გულისხმობს შემდეგს, რომ ყველაფერი უნდა დავამსგავსოთ ერთმანეთს. და ამისთვის პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ყველა მიუხედავად იმისა, რა აქვს საშუალო უნდა მოვიყვანოთ 0-მდე. ამისთვის უნდა ავიღოთ ეს გრაფიკი, მოვაჩოჩოთ მარცხნივ და გავაკეთოთ ისე, რომ საშუალო დაემთხვეს 0-ს. ანუ მსგავსი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ ყველა x, ანუ რაც არის აი აქ დაკვირვებები, უნდა გამოვაკლოთ მიუ. თუ თითოეულ x-ის გამოვაკლებთ მიუს, გამოვა რომ ჩვენი გრაფიკი დაიჩოჩებს მარცხნივ. შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ვიცით, რომ ყველას სიგმა ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ თუ ამას შევაფარდებთ ჩვენ სიგმასთან, გამოვა რომ ეს ჩვენი გრაფიკი ცოტა შეიკუმშება და დავიწროვდება. საინტერესო ის არის, რომ თუ ამ ოპერაციას ჩავატარებთ ნებისმიერზე, იქნება ეს კორპორაციის მოგებები, იქნება ეს საშუალო სიმაღლე, თუ ეს იქნება ჭიანჭველების მასები, გრაფიკი, რომელსაც ამ სტანდარტიზების შემდეგ მივიღებთ, ანუ აი ეს გრაფიკი ყველასი ერთი და იგივე იქნება. და ამას ვამბობთ, რომ უკვე x-ი განაწილებულია სტანდარტულად ნორმალურად, z-ით აღვნიშნოთ სტანდარტულ ნორმალურ განაწილებას, სადაც მიუ უკვე არის 0-ის ტოლი, ანუ საშუალო არის 0-ის ტოლი, ხოლო ვარიაცია არის 1-ის ტოლი. მნიშვნელოვანი ფაქტორი და გამოსადეგი არის ის, რომ თუ მაგალითად აქ ჩვენ ამოცანაში გვაინტერესებდა ალბათობა იმისა, რომ 180-ზე ქვევით იყო, უნდა გვეპოვა ეს ფართობი და შეგვეფარდებოდა მთლიან ფართობთან, აქ უნდა ვიპოვოთ შესაბამისი წერტილი, სადაც ეს 180 აისახება, აი აქ არის მაგალითად, რომელსაც ცოტა ხანში გამოვითვლით, ვიპოვით აი ამ ფართობს და შევაფარდეთ მთლიან ფართობთან, ზუსტად იგივე ალბათობას მივიღებთ. მაგრამ პლუსი ის არის, რომ მთლიანი ალბათობა სტანდარტიზებულ შემთხვევაში უკვე არის 1-ის ტოლი. ანუ პირდაპირ ამ ფართობის პოვნა იქნება ჩვენთვის საკმარისი. ახლა ჩნდება კითხვა. კი, ამ სტანდარტიზებას ვაკეთებთ, მაგრამ სად აისახება ეს 170 და ეს 180? გვახსოვს სტანდარტიზების ფორმულა, ეს არის x გამოკლებული მიუ შეფარდებული სიგმასთან. ამ შემთხვევაში 170 ვიცით, რომ იქნება აისახება 0-ში, იმიტომ რომ საშუალო ყოველთვის 0-ში გადმოდის, თუნდაც აქ რო ჩავწეროთ 170 გამოკლებული 170 შეფარდებული 20-თან, მივიღებთ 0-ს და ჩდება კითხვა, სად აისახება 180? ამისთვის უნდა ჩავწეროთ შემდეგი: 180 x-ის ნაცვლად იწერება 180 გამოკლებული 170 შეფარდებული 20-თან. მივიღებთ, რომ ეს არის 0.5. გამოდის, რომ სტანდარტულად ნორმალურ განაწილებაში 180 აისახება 0.5-ში. შედეგად, თუ ჩვენ გვაინტერესებდა რა არის ფართობი 180 ქვემოთ შეფარდებული მთლიან ფართობთან, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავითვალოთ მხოლოდ აი ეს ფართობი და უკვე აღარ შევაფარდოთ ერთთან. პირდაპირ ეს ფართობი იქნება ალბათობა იმისა, რომ 0.5
ქვემოთ მოხდება ჩვენი ახალი ცვლადი. ამისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ფორმულა, რომელიც წეღან სლაიდზე ვნახეთ, აი ეს, აქედან მოვდოთ ამას ინტეგრალი და გადავთვალოთ, ან არის უფრო მარტივი. სტანდარტულად ნორმალური განაწილების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ცხრილები, რომლებიც პირდაპირ გვეუბნება კუმულატიურ ფუნქციებს კონკრეტული რიცხვის მარცხნივ. მოდი ჩავწეროთ ჯერ ლოგიკურად ფორმულების სახით როგორ იქნებოდა ჩვენი კითხვა ჩამოყალიბებული. ალბათობა იმისა, რომ x-ი ნაკლებია ან ტოლი 180-ზე უდრის. ალბათობა იმისა, რომ ორივე მხარეს უნდა გავუკეთოთ სტანდარტიზება. x გამოკლებული μ შეფარდებული სიგმასთან ნაკლებია ან ტოლი, ზუსტად იგივე ოპერაციებს ჩავატარებთ მარჯვნივაც, 180-ს გამოკლებული 170, ოღონდ μ-ს ნაცვლად შევიყვანთ 170, სიგმას ნაცვლად შევიყვანთ 20. უდრის ალბათობა იმისა, რომ აი ამ სტანდარტიზებულ ნაწილს უკვე აღვნიშნავთ z100, რომ z ნაკლებია ან ტოლი 0.5-ზე. ალბათობა იმისა, რომ z ნაკლებია ან ტოლი 0.5-ზე იგივეა, რაც f 0.5. f-ით ვიცით, რომ აღვნიშნავთ კუმულატიურ ფუნქციას, ანუ მთლიან ფართობს აი ამ კონკრეტულ წერტილამდე. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ ცხრილში ჩახედვა. ცხრილი არის შემდეგი. z-ები მოცემული არის ვერტიკალზე და ჰორიზონტალზე არის მისი დაზუსტებები, ხოლო შუაში მოცემული არის შესაბამისი ალბათობები. ჩვენ რადგან გვაინტერესებს 0.5-ზე, მეათედებში პოულობთ 0.5-ს და შემდეგ არის დაზუსტება. ანუ 0.5 იქნება, აქ იქნება 0.51, 0.52 და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ რადგან გვინდა მხოლოდ 0.5, პირველივეზე გავჩერდებით და მივიღებთ, რომ ეს არის ალბათობა 0.7915. ჩვენ შემთხვევაში რომ ყოფილიყო 0.55-ზე გვაინტერესებდა რა იქნებოდა მის მარცხნივ ფართობი არის 0.5-დან გამოვუყვებოდით გვერდზე, სანამ არ გადავკვეთდით 5 მეასედის გრაფას და იქნებოდა 0.7088. ამ შემთხვევაში უნდა გავჩერდეთ 0.7915-ზე. შესაბამისად, ალბათობა ამისი უდრის 0.7915-ს. განვიხილოთ სხვა მაგალითიც. ან უფრო კარგი იქნება იგივე მაგალითი, ოღონდ სხვა კითხვით. ისევ გვაქვს ნორმალური განაწილება 170 საშუალოთი და კითხვა არის შემდეგი. რა არის ალბათობა იმისა, რომ p x-ი ნაკლებია ან ტოლი 155-ზე. ამისთვის უნდა გავაკეთოთ რა? აი აქ მოვნიშნოთ ჯერ 155 და ჩვენი ინტერესის სფერო არის აი ამის ფართობი შეფარდებული მთლიან ფართობთან. ან გავაკეთებთ სტანდარტიზებას, აი ესე, აქ იქნება 0 უკვე, აქ იქნება რაღაც რიცხვი, რომელსაც ცოტა ხანში გავიგებთ და შემდეგ დავთვლით პირდაპირ აი ამ ფართობს. ამ ფართობის დასათვლელად გავაკეთოთ სტანდარტიზება. ეს არის ალბათობა იმისა, რომ x minus μ შეფარდებული სიგმასთან ნაკლებია ან ტოლი 155-ს გამოკლებული μ იყო თავიდან 170 შეფარდებული 20-თან. რადგან სტანდარტული გადახრა არის 20. უდრის ალბათობა იმისა, რომ როგორც ვთქვით, ეს უკვე აღინიშნება როგორც z ნაკლებია ან ტოლი -15/20-ზე, ანუ -0.75-ზე. გამოცდაზეც და ხშირ შემთხვევაშიც ცხრილები თქვენ არ გექნებათ უარყოფით მაჩვენებლებზე. ყოველთვის გექნებათ ნულის მარჯვნივ მონაცემებზე. მაგრამ ეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. რადგან როდესაც ჩვენ გვაინტერესებს ფართობი, მაგალითად აი ასე დავხაზოთ, აქ არის 0, აქ არის -0.75. როდესაც ჩვენ გვაინტერესებს ფართობი 0.75-ს ქვევით, მინუსით, რადგან ჩვენ შევთანხმდით, რომ ნორმალური განაწილება არის სიმეტრიული, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ავიღებთ მარჯვნივ 0.75-ს, ამის მარჯვნივ ფართობი იქნება ზუსტად იგივე, რაც -0.75-ს მარცხნივ. ანუ ალბათობა იმისა, რომ x-ი, ჩვენ შემთხვევაში უკვე z-ი, ნაკლებია ან ტოლი -0.75-ზე
იგივეა, რაც ალბათობა, რომ z მეტია ან ტოლი 0.75-ზე. მაგრამ როგორც შევნიშნეთ, ცხრილებში მოცემული გვაქვს კუმულატიური ჯამი ამ რიცხვამდე და არა ამ რიცხვს ზემოთ. ამიტომ რო ვიპოვოთ აი ამის ფართობი, ამისთვის ვიცით რომ თლიანი ფართობი 1-ის ტოლი, ანუ 1-ს უნდა გამოვაკლოთ თლიანად ამის მარცხნივ ფართობი. ანუ p z ნაკლები ან ტოლი 0.75-ზე. ეს უდრის 1 მინუს f 0.75-ზე. უდრის 1 მინუს, მოდი ვნახოთ ცხრილი სად არის 0.75, ჩერდებით 0.7-ზე, შემდეგ გამოვუყვებით სანამ არ გადავუყვეთ 500-ს და მივიღებთ რომ პასუხი არის 0.77-34 მინუს 0.77-34. ანუ ალბათობა იმისა, რომ საშუალო სიმაღლე ნაკლები იქნება 155 სანტიმეტრზე, ანუ კონკრეტული ადამიანის სიმაღლე ნაკლები იქნება 0.75-ზე, ტოლია 0.226. ანუ დაახლოებით 22.76%. ახლა ეს ყველაფერი ჩვენ რო ამოვხსნათ Excel-ის დახმარებით, დაგვჭირდება შემდეგი მარტივი ოპერაციების განხორციელება. მოდი ჩავწეროთ, რომ ეს არის საშუალო და ჩავწეროთ სტანდარტული გადახრა. საშუალო იყო 170 სანტიმეტრი, სტანდარტული გადახრა არის 20 სანტიმეტრი და ჩვენი x-ი ამ შემთხვევაში იყო 155 სანტიმეტრი. შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგნაირად. ფორმულა არის შემდეგი, უდრის norm dist. norm dist ანუ normal distribution, ნორმალური განაწილება. x-ი მოვნიშნოთ ეს 155, იმიტომ რომ აქამდე გვაინტერესებს ჩვენ რა არის ფართობი. შემდეგ მოვნიშნოთ საშუალო, მძიმე, შემდეგ მოვნიშნოთ სტანდარტულ გადახრას, მძიმე და რა თქმა უნდა ჩვენ გვაინტერესებს კუმულატიური და არა სიმკვრივე. ამიტომ true დაგვჭირდება აქ. ფრჩხილები დავხუროთ, enter-ს დავაჭიროთ და ზუსტად იგივე რიცხვი მივიღეთ, თუ დავამრგვალებთ მძიმის მერე 4 რიცხვამდე, რაც წეღან ხელით გამოვთვალეთ. ასევე ვაჩვენოთ შემდეგი. თუ ჩვენ გამოვიყენებთ არა ორიგინალ რიცხვს, არამედ უკვე სტანდარტიზებულს, გვექნებოდა რა? norm dist ისევ. აი აქ x-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ ის მინუს 0.75, რომელიც სტანდარტიზება გავუკეთეთ. ვიცით რომ სტანდარტულ ნორმალურ განაწილებაში საშუალო 0-ის ტოლია ყოველთვის და სტანდარტული გადახრა 1-ის ტოლია, აქაც კუმულატიური. თუ ამის ფართობსაც დავთვლით, ზუსტად იგივე მონაცემს მივიღებთ. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც განვიხილოთ, ეს არის რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ დაგვისვეს შემდეგი სახის კითხვა. რა არის ალბათობა იმისა, რომ ფართობი, ანუ შემთხვევით შერჩეული ადამიანის ასაკი იქნება 155 სანტიმეტრიდან 175 სანტიმეტრამდე. ანუ გვაქვს ნორმალური განაწილება, სადაც საშუალო არის 170 და აინტერესებთ 155-დან 175-მდე კონკრეტული ფართობი. ამისთვის ჩვენ უნდა დავთვალოთ თლიანი ფართობი აქამდე და გამოვაკლოთ თლიანი ფართობი 155-მდე. ეს წილი და დაგვრჩება შუა ნაწილი. მოდი გავაკეთოთ სრული ფორმულებით და სტანდარტიზებით. 155-ს მინუს საშუალო 170 შეფარდებული 20-თან ნაკლებიან ტოლი x მინუს μ შეფარდებული სიგმასთან ნაკლებიან ტოლი 175-ს მინუს 170 შეფარდებული 20-თან. უდრის. ეს არის ალბათობა იმისა, რომ მინუს 0.75 ნაკლებიან ტოლი z-ზე ნაკლებიან ტოლი 1/5-ზე, ანუ 0.25-ზე. ეს იგივეა, რაც f 0.25-ს
მინუს, ანუ კუმულატიური ჯამი 0.25-მდე, რადგან სტანდარტიზებულზე უკვე დავადგინეთ, რომ აქ არის 0, 155 აისახება -0.75-ზე, ხოლო 175 აისახება 0.25-ზე. 25-მდე სრულ ჯამს გამოკლებული f-ი -0.75-მდე სრული ჯამი. მაგრამ რადგან ჩვენ მინუსებზე არ აგვაქვს ცხრილები, ამისთვის მოგვიწევს მისი გადაკეთება. f 0.25 მინუს, ვიცით რომ ალბათობა -0.75-ს ქვევით, იგივეა რაც ალბათობა 0.75 ზევით და რომ დავთვალოთ, ეგ არის 1 მინუს f 0.75. შეგვიძლია ახლა ეს ცხრილებში მოვძებნოთ და გამოვთვალოთ, ან პირდაპირ გადავიდეთ Excel-ში და დავწეროთ. უდრის norm dist-ი x-ი არის, ჯერ დავთვალოთ 175-ზე, საშუალოთი 170 და სტანდარტული გადახრით 20, 170 მეძიმე, 20 მძიმე, კუმულატიური და ამას გამოვაკლოთ norm dist-ი, საშუალოთი 155, მძიმე პროსტად x-ი 155, საშუალო 170, სტანდარტული გადახრა 20 და აქაც true. მივიღებთ, რომ ალბათობა იმისა, რომ შემთხვევით შერჩეული ადამიანი იქნება 155 სანტიმეტრიდან 175 სანტიმეტრამდე დაახლოებით არის 27%.